Ბატონო პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო ელჩებო, მთავრობის წარმომადგენლებო, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებო, ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო. მოგესალმებით. დღევანდელ კონფერენციას გახსნილად ვაცხადებთ და სიტყვით ვიწვევთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. მოგესალმებით. პატივცემულო სტუმრებო, ბატონო მინისტრებო, პარლამენტის წევრებო, პატივცემულო ელჩებო, ბატონო სახალხო დამცველო, ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია მოგესალმოთ მაღალი დონის კონფერენციაზე, რომელიც აერთიანებს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების იუსტიციის სამინისტროებს, პენიტენციური და პრობაციის სამსახურების, ასევე სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მე მიხარია, რომ თბილისი პირველად მასპინძლობს ასეთი მაღალი დონის კონფერენციას. მე მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ რატი ბრეგაძეს ამ კონფერენციის ორგანიზებისთვის. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი არის დღევანდელი შეკრება, ვინაიდან ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია შევაჯამოთ ამ სფეროში არსებული მიღწევები, გამოწვევები ზოგადად. მე მივესალმები 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს, რომლებიც ჩამოვიდნენ თბილისში. მე მინდა მადლობა გადაუხადო ყველას მონაწილეობისთვის. ძვირფასო მეგობრებო, მე მინდა გითხრათ, რომ 10 წლის წინ საქართველოს სერიოზული გამოწვევები ედგა სამართლის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, განსაკუთრებით კი ციხეებში არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკის სახით. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე მემკვიდრეობიდან, რომელიც დაგვხვდა პენიტენციურ სისტემაში, ქვეყანა გარდაექმნა რეალურად დემოკრატიულ სახელმწიფოდ, სადაც ადამიანი და მისი უფლებების დაცვა არის უზენაესი. პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად ქვეყანაში განხორციელებული ძირეული რეფორმების შედეგია, რომლის ობიექტური საზომიც არაერთი მონიტორინგის მექანიზმია, როგორც ეროვნულ საერთაშორისო დონეზე. ამ მხრივ ყველაზე მკაფიო ინდიკატორი სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სტატისტიკაა, რომლის მიხედვითაც ევროპულ სასამართლოს 2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციური სისტემიდან გაგზავნილი არც ერთი საქმე არ მიუღია წარმოებაში, რაც ადასტურებს პატიმართა უფლებების ქვეყნის შიგნით დაცვის უმაღლეს სტანდარტს. ამასთან ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით მკვეთრად შემცირდა საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში არსებული საქმეების საერთო რაოდენობაც. კერძოდ შედარებით 2011 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი იყო წარმოებაში იყო 3000-ზე მეტი საქმე და შედარებისთვის 2023 წლის იანვრის მდგომარეობით ეს რიცხვი 147-მდე შემცირდა, რაც 20-ჯერ ნაკლებია 2011 წლის მონაცემთან შედარებით. მე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის სამართლის უზენაესობის ინდექსის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა, საქართველო არის პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში. ჩვენი მთავრობის ხედვა, ძვირფასო მეგობრებო, რომ უზრუნველყოფილი იყოს ეფექტიანი პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემის არსებობა ქვეყანაში, რომელიც უმაღლეს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება, რომელიც იცავს თავისუფლება აღკვეთილ პირთა უფლებებს და მათ ღირსებას. ჩვენ არ უყურებთ ციხეს როგორც სადამსჯელო სისტემას, არამედ ეს არის ადგილი, სადაც სწორედ უნდა მოხდეს იმ დროის მართვა, რა პერიოდსაც თავისუფლება აღკვეთილი პირი გაატარეს პენიტენციურ სისტემაში. და ჩვენ მიგაჩნია, რომ ეს არის სწორი და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროგრამებისა და მექანიზმების შეთავაზება, რაც დაეხმარება ადამიანს გათავისუფლების შემდეგ ეფექტიანად დაუბრუნდეს საზოგადოებას. შესაბამისად, ეს მაღალი დონის კონფერენცია სწორედ ჩვენი ხელისუფლების თავარ, ასე ვთქვათ, პრიორიტეტებს უსვამს ხაზს. ჩვენ გვჯერა, რომ პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში ხელმისაწვდომი ადეკვატური და ეფექტიანი
სარეაბილიტაციო პროგრამები არის განმეორებითი დანაშაულ ჩადენის პრევენციისა და მეტად უსაფრთხო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის საჭირო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასაღები. ძვირფასო მეგობრებო, ყველა ის რეფორმა, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში, უფრო და უფრო შეუქცევად ხდის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში მივახციეთ მაქსიმალურ შედეგს, იქნებოდა ეს ასურებში თანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ევროპული პერსპექტივა და ახლა ჩვენი ქვეყანა ელოდება კანდიდატის სტატუსს, რაც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო იუსტიციის მინისტრს ბატონ რატი ბრეგაძეს, მის გუნდს იმ წარმატებული საქმიანობისთვის, რეფორმებისთვის. მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ, მადლობა გადაგიხადოთ და გისურვოთ წარმატებული დღეები. დიდი მადლობა. სიტყვა ეძლევა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ბატონ რატი ბრეგაძეს. ძვირფასო სტუმრებო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და განსაკუთრებული მადლიერება მსურს გამოხატო ბატონი პრემიერ-მინისტრის მიმართ, რომლის უწყვეტი და ძლიერი მხარდაჭერა იუსტიციის სამინისტროს მიმართ ყოველთვის იგრძნობა და რა თქმა უნდა ეს კონკრეტული მხარდაჭერა ასევე გამოიხატება რიცხვებში, გულისხმობ ბიუჯეტს, რომელიც შემდგომში გვაძლევს ყველას ერთად იმის შესაძლებლობას, რომ რაც შეიძლება მეტი რეფორმა გამახორციელოთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტად დაახლოვებს ჩვენს ევროპულ მომავალთან. და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ბატონო პრემიერ-მინისტრო. ასევე დღევანდელ დღეს აუცილებლად უნდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერება გამოვხატო ბატონ გუსტავ ტალვინგის მიმართ, რომელთანაც ჰქონდა ჩვენ შეხვედრა მაისის თვეში და სწორედ იქ გადაწყდა ამ კონფერენციის ჩატარება და კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ დიდი პატივისცემა. ასევე განსაკუთრებული მადლიერება უნდა გამოვხატოთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და INL-ის მისამართით. ჩვენ ერთობლივად ვატარებთ ამ ღონისძიებას და სწორედ ასეთი ერთობლივი მხარდაჭერის პირობებში შესაძლებელი გახდა, რომ დღევანდელი დღე რეალობა გამხდარიყო. ნება მიბოძეთ რამოდენიმე სიტყვით შევეხო დღევანდელ თანამედროვე ადამიანზე ორიენტირებულ ქართულ პენიტენციურ სისტემას. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იმ რეფორმების შესახებ, რომელიც გატარდა საქართველოში 2012 წლიდან და მე რამოდენიმე სიტყვით შევჩერდები დღევანდელ დღეზე და იმ საკითხებზე თუ რა კეთდება პენიტენციური სისტემის უკეთესი მომავლისთვის. ჩვენი მიზანია, რომ სასჯელ ახსულების დაწესებულებიდან გასულ ადამიანს გააზრებული ჰქონდეს მის მიერ ჩადენილი დანაშაული და მოტივირებული იყოს, რომ ქვეყნის განვითარებაში შეიტანოს საკუთარი წვლილი. წარმატებული რესოციალიზაციის გასაღები კი ალბათ ყველანი დამეთანხმებით უდავოდ განათლებაშია. სწორედ ამ მიზნით ჩვენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად დავიწყეთ სრულიად ინოვაციური პროექტი, კერძო ციფრული უნივერსიტეტი პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც ჯავრდებულებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში მიიღონ უმაღლესი განათლება, რაც დამეთანხმებით შემდგომში მათ განვითარებას ქმედითად შეუწყობს ხელს და აქვე იმყოფება განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. მინდა მადლობა გადაუხადო აქტიური მხარდაჭერისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთობლივი ძალებით კიდევ უფრო მეტ უნივერსიტეტში მივცემთ მსჯავრდებულებს შესაძლებლობას, რომ მიიღონ უმაღლესი განათლება. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სისტემის მთავარი საყრდენი ჩვენი ღირსეული ოფიცრებია, რომელთა პროფესიული განვითარების სისტემის დახვეწისა და განვითარების მიზნით ჩვენ გადმოგვეცა ბაზა სააკაძეში, რომელიც თბილისიდან 10 წუთის მანძილზე მდებარეობს და აქაც აუცილებლად ხაზგასასმელია ბატონი პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა და ამ ბაზაზე უკვე დასრულდა რემონტი და ზუსტად 2 დღეში კონფერენციის მონაწილეებთან ერთად ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ გავხსნათ ეს უნიკალური სასწავლო ბაზა, რომელსაც თამამად აქვს იმის პრეტენზია, რომ რეგიონში მათ შორის შეასრულოს პენიტენციური დაწესებულებების
ერთ-ერთი საგანმანათლებლო ჰაბის ფუნქცია და კიდევ ერთხელ მინდა ყველა ამ კარგი საქმის მონაწილეს მადლობა გადაუხადო. აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სულ რამოდენიმე ხნის წინ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების თავმჯდომარე გახდა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პატევი და ნდობაა და დარწმუნებული ვარ, რომ ამასაც ერთობლივი ძალებით აუცილებლად გავამართლებთ და მომავალ წელს თბილისი კვლავ გახდება პენიტენციურ სფეროში ინოვაციებზე ორიენტირებული დიდი ღონისძიების მასპინძელი. ასევე მივიღეთ სპორტის სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც ტარდება რეგულარულად სპორტული ფესტივალები და პატიმრებს აქვთ შესაძლებლობა, რომ დაკავდნენ სხვადასხვა სპორტის სახეობებით და ეს ყველაფერი იმ ფონზე, რაზეც საუბრობდა ბატონი პრემიერ-მინისტრი, თუ რა ქონა 10 წლის წინ, პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო. 2011 წელს ან 12 წელს რომ გვეფიქრა, რომ ციხეში ჩატარდებოდა 7 და 8 სახეობის სპორტულ სახეობაში სპორტული ფესტივალები, ეს ალბათ ვინმე მხოლოდ, არ ვიცი, მთვარეზე გაფრენას შეადარებდა, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი რეალობაა და ჩვენ ამას პრაქტიკულად ყოველ კვარტალში ერთხელ ვხედავთ. დღეს ასევე პატიმრებს საშუალება აქვთ საკუთარი შრომით მოიპოვონ შემოსავალი, ისინი ამზადებენ სხვადასხვა ტიპის პროდუქციას, რომელიც შეგიძლიათ აქვეც ნახოთ. ასევე ჩვენ გავხსენით სპეციალურად მათთვის მაღაზია თბილისის ცენტრში, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიძინოს პატიმრების მიერ დამზადებული პროდუქცია და ამით საკუთარი წვლილი შეიტანოს მათ რესოციალიზაციაში. და დამეთანხმება აქვე ალბათ ბატონი გუსტავიც, რომ სრულიად უპრეცედენტო არის ქართული პროექტი, რომელიც გულისხმობს ონლაინ მაღაზიას. ანუ ონლაინ არის შესაძლებელი პატიმრების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების შეძენა, რაც კიდევ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება პატიმრების რესოციალიზაციას საქართველოში. ასევე ვცდილობთ, რომ კულტურული ცხოვრებაც იყოს რაც შეიძლება მეტად მრავალფეროვანი, იმიტომ რომ ეს კიდევ უფრო მეტად ეხმარება პატიმრებს რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაში და იგივე საზოგადოებამ იხილა მაგალითად მარჯანიშვილის თეატრში ჩატარებული სპექტაკლი, რომელმაც სრული ანშლაგის ფონზე ჩაიარა, ეს იყო პატიმრების მიერ დადგმული და ჩვენ მსგავსი ტიპის პროექტებს რა თქმა უნდა მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ და შევუწყობთ ხელს. და ბოლოს სახელმწიფო სერვისებზე სათანადო წვდომის უზრუნველსაყოფად დავიწყეთ ასევე ინოვაციური პროექტის განხორციელება და უკვე საზოგადოებამ იხილა, რომ რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში გაიხსნა იუსტიციის სახლები. და რას გულისხმობს ეს? დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პირებს შესაძლებლობა აქვთ, რომ ზუსტად იგივე გარემოში, პრაქტიკულად, რომელსაც მიჩვეული არის ყველა ადამიანი, რომელიც სტუმრობს იუსტიციის სახლს, მათაც შეუძლიათ მიიღონ მათზე მორგებული სახელმწიფო მომსახურება. და პრაქტიკულად ეს არის რესოციალიზაციისკენ გადადგმული უნიკალური ნაბიჯი, იმიტომ რომ ადამიანს ეცოდინება თუ რა ტიპის მომსახურება დახვდება, როდესაც ის იქნება უკვე გარეთ პენიტენციური დაწესებულების ტიპის გარეთ. ასევე რამდენიმე დღეში ჩვენ გავხსნით ლაითურის ახალ პენიტენციურ დაწესებულებას, რომელიც გათვლილი არის 700 პატიმარზე. აქვე გეტყვით, რომ ეს დაწესებულება აკმაყოფილებს ყველა თანამედროვე უმაღლესი დონის სტანდარტს. და კიდევ ასევე ბატონი პრემიერ-მინისტრის და მთავრობის აქტიური მხარდაჭერის შედეგად დავიწყეთ რუსთავში ახალი პენიტენციური დაწესებულების შენებლობა. ეს იქნება ეგრეთ წოდებული მცირე ტიპის დაწესებულება, რაც პენიტენციურ დაწესებულებების, ასე ვთქვათ, თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ბოლო დონის მიღწევად ითვლება, იმიტომ რომ ის უფრო ქმედითია, მარტივად სამართავია და პატიმრების უფლებების დაცვაც აქ ბევრად უფრო მაღალ ხარისხშია. და შესაბამისად 2024 წელს საქართველოში გვექნება ასეთი უნიკალური ტიპის პენიტენციური დაწესებულება,
რომლითაც პრაქტიკულად თამამად შეგვეძლება თქვა, რომ საქართველოს პენიტენციური სისტემა აგმაყოფილებს აბსოლუტურად ყველა დღეს არსებულ უმაღლეს სტანდარტს. დღევანდელი დღე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად ემოციურია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ერთობლივად შევძელით და პირველად საქართველო მასპინძლობს ესეთი მაღალი დონის კონფერენციას. მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლიერება უნდა გამოვხატოთ იუსტიციის სამინისტროს გუნდის მიმართ, რომელმაც ეს ყველაფერი თავისი დაუღალავი შრომის შედეგად შეძლო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, გისურვებთ წარმატებულ კონფერენციას. მადლობა. სიტყვა ეძლევა ხორვატიის რესპუბლიკის იუსტიციისა და საჯარო მმართველობის მინისტრს ბატონ ივანე მალენიკას. Esteemed Prime Minister of the Republic of Georgia, Mr. Garibashvili, Premier Ministro, Batono Garibashvili, Martal Baton Premier Minister Garibashvili, Baton Rati Bregadze, Justice Minister. Distinguished guests of this conference. Stumbrebo, ჩვენი კონფერენციის To greet you on მოგესალმებით of the Ministry of Justice and Public Administration. იუსტიციის და საჯარო ადმინისტრირების სამინისტროს სახელით ხორვატიიდან At the beginning of this conference dedicated to innovations. ეს კონფერენცია ეძღვნება ინოვაციებს, ამ მოგესალმებით ამ კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნება ინოვაციებს ციხის სისტემაში. დანაშაულმა არ იცის საზღვრები და სამწუხაროდ ტრანსნაციონალური დანაშაული სამწუხაროდ გახდა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. კრიმინალები ახდენენ ერთმანეთთან გაერთიანებას და ასევე ინოვაციური მეთოდები შემოაქვთ საქმიანობაში. მთელ მსოფლიოში ციხის სისტემა ახალ გამოწვევების წინაშე დგება. ძველებური მეთოდები აღარ არის საკმარისი ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად და შესაბამისად ჩვენ გვჭირდება ახალი პასუხების მოძიება. By strengthening bilateral and multilateral პირველ რიგში ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთმანეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერებით, არა მარტო დანაშაულთა ბრძოლის საქმეში, არამედ ციხის არამედ საბატონო სასჯელების აღსრულების თვალსაზრისით და არასაბატონო სასჯელების თვალსაზრისითაც. ამ მხრივ მე მინდა მოგილოცოთ ყველა ეს წარმატება, რომელიც თქვენ აღნიშნეთ და ასევე კონფერენციის ჩატარება, რომელიც იმედია, ამროზეს მივიღეთ პასუხებს, როგორ შეიძლება უპასუხოთ ამ თანამედროვე გამოწვევებს. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ციხის სისტემები განსხვავდება ქვეყნის მიხედვით, ისტორიის მიხედვით, კულტურის მიხედვით, თუმცა არის საერთო ტენდენციები და გამოწვევები. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავასახელოთ ეს კითხვები და შემდეგ გავცეთ მათ პასუხი, ასევე გავუზიაროთ ერთმანეთს შესაბამისი კარგი პრაქტიკა და გამოცდილება. დანაშაულთან ეფექტური ბრძოლის მიზნით ჩვენ თვითონაც უნდა გავერთიანდეთ. სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში ციფრული სისტემის შემოტანა ერთ-ერთი მთავარი პასუხია ამ გამოწვევაზე. და ეს საჭიროა არა მარტო ჩვენი შიდა ბიზნეს პროცესების გასაუმჯობესებლად, არამედ ასევე უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების ინტერესებში. პატიმართა რეაბილიტაციის პროექტებში ხორვატიაში ჩვენ ვიყენებთ გუნდურ მიდგომას და ამ შემთხვევაში თანამშრომლები თამაშობენ ძალიან მნიშვნელოვან როლს. ჩვენ ვთავაზობთ ზოგად და ინდივიდუალურ პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია რეაბილიტაციაზე. აუცილებელია სასჯელის ინდივიდუალიზაცია და ხელშემწყობი გარემოს შექმნა და ამისათვის სწორედ ამ მიზნებით ჩვენ როდესაც ვადგენთ რეაბილიტაციის პროგრამებს ამ მიზნებს ვითვალისწინებთ და ვცდილობთ რომ ეს ციხის პირობებში არსებული პროგრამები მაქსიმალურად შეესაბამებოდეს იმას რაც არის გარეთ. ასევე მნიშვნელოვანია პრობაციის სამსახური 2017 წლიდან
ჩვენ უკვე ვაფინანსებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც გვეხმარებიან ციხეში სამუშაოს და განათლების თვალსაზრისით, ასევე პრობაციის თვალსაზრისით და საშუალო ფინანსური ხარჯი წელიწადში არის 500,000 евро. ინოვაცია გამასწორებელ ინოვაციებს გამასწორებელ სისტემაში ხელმძღვანელობს ჩვენი პრობაციის სამსახური ხორვატიის და დაახლოებით 10 წელიწადში დაახლოებით 90 მილიონი евро დავხარჯეთ ჩვენ ამ საქმეზე ამ პროექტის წყალობით ელექტრონული მონიტორინგის და ვირტუალური რეალობის შემოტანით ჩვენ შემოვიტანეთ ეს სისტემები პრობაციონერებთან ურთიერთობაში. რამაც დაადაბლა ხელახალი დანაშაულის ჩადენის რისკები და გაადვილა კომუნიკაცია პრობაციონერებთან. პატრიცემულო კოლეგებო, პრობაციონერებთან თუ ჯარდობილებთან თუ სასჯელ მიჯილებთან ურთიერთობას აწარმოებენ ჩვენთან პრობაციის ოფიცრები და შესაბამისი თანამშრომლები. ეს თანამშრომლები არის გადამწყვეტი, ასე ვთქვათ, აი ამ სისტემისთვის, რამდენად ეფექტური იქნება სისტემა, სწორედ მათზეა დამოკიდებული. პრობაციის აუცილებელია, რომ ჩვენ სწორედ აი ეს პრობაციის სამსახურიც იყოს მოწოდების სათანადო სიმაღლეზე. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ დიალოგს და თანამშრომლობას. ეს კონფერენცია სწორედ ამისთვის არის გამიზნული, რომ ვიპოვოთ ჩვენ აი ეს დიალოგის გზები და საერთო გამოსავლები ამ გამოწვევებზე. მადლობა ყურადღებისთვის. სიტყვა ეძლევა ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში ქალბატონ რობინ დანიკაძე. მოგესალმებით ყველას. ძალიან დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო და ასევე ბატონო ბრეგაძე, რათა მომეცით დღეს გამოსვლის შესაძლებლობა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვიმყოფები თქვენს გარემოცვაში, სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან და ძალიან დიდი შემადგენლობა და პატივსაცემი სტუმრები არიან დღეს. 3 კვირის წინ ჩამოვედი საქართველოში და მრავალ პარტნიორს შევხვდი უკვე. და ამ შეხვედრების დროს მე არაერთხელ აღვნიშნე ჩვენი წარმომადგენლობის მიზანი, რათა განვაგრძოთ პარტნიორობა საქართველოსთან. და ჩემთვის საამაყოა ის მომენტი, რომ დღეს ზუსტად აღვნიშნავთ აი ამ პარტნიორობას იუსტიციის სამინისტროსთან. შესაბამისად, ჩვენ ვართ დამფინანსებელი აი ამ ღონისძიებისა და შესაბამისად ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ საქართველოს გვერდში არის ამერიკა საჯრახსოვრების მიმართულებით, რეფორმების მიმართულებით ძალიან დიდი სიამაყით მინდა აღვნიშნო ის რეფორმები, რაც უკვე მიმართულებით, ტექნოლოგიური მიმართულებით და ბატონო მინისტრო, თქვენ აღნიშნეთ ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა, ზუსტად ამაშია საქმე. დიახ, არის სხვადასხვა მიმართულება პრობაციონერებისთვის, რომელთათვისაც არის ხელმისაწვდომი სხვადასხვა სერვისები, ასევე არის პაემნები, ვიდეო პაემნები, როდესაც პატიმრებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ესაუბრონ და ესე იგი პაემნები ქონდეთ, ასე ვთქვათ, მათ ოჯახის წევრებთან. ძალიან მნიშვნელოვანია მათი საჭიროებების გააზრება, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას, განსაკუთრებით სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით ქალი პროფესიონალების გაძლიერების მიმართულებით. ახალხას იყო ზუსტად წარმომადგენლობა, საქართველოს წარმომადგენლობა, რომელიც დაესწრო ბელგიაში ჩატარებულ კონფერენციას, ასევე სამინისტროს წარმომადგენლები კვლავაც მიიღებენ მონაწილეობას ასეთი ტიპის გაცვლით პროგრამებში და უახლოეს მომავალში ასეთი რამ იგეგმება.
ასევე პროფესიული გადამზადების მიმართულებით, ასევე საგანმანათლებლო მიმართულებით ჩვენ კვლავაც ხარს დაუჭერთ საქართველოს იმისაც, რომ მოხდეს შესაძლებლობების განვითარება, იმისაც, რომ მოხდეს გარკვეული ინოვაციების დანერგვა და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა. ასევე არის გამოფენა ჩვენთან ახლა ეს არის კიდევ ერთი ინოვაციური მიდგომა, როდესაც ხელნაკეთს პატიმრების მიერ დამზადებულ ხელნაკეთ ნივთებს გამოვფენთ ხოლმე და გამოფენები, გაყიდვები და ასეთი ტიპის ღონისძიებების ორგანიზება ხდება. ეს კონფერენცია ძალიან დიდი მნიშვნელობის არის ნამდვილად ჩვენთვის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებისთვის, ასევე საქართველოსთვის, იმისათვის, რომ კვლავაც აღნიშნოთ ის გამოწვევები, რომელიც არსებობს და ასევე აღნიშნოთ ის რეფორმები, რაც უკვე ჩატარდა. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ერთმანეთს გაუზიაროთ გამოცდილება, ცოდნა და ერთად ჩაუყაროთ საფუძველი მყარ სისტემას, რომელიც იქნება ადამიანზე ორიენტირებული, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული. და ეს კონფერენცია კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და ძალიან დიდი მადლობა ყველას მონაწილეობისთვის და გისურვებთ წარმატებებს. საქართველოში ბატონ პაველ ფერჩინსკის. Dear Prime Minister, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო რატი ბრეგაძე, საელჩოების წარმომადგენლებო, ქალბატონებო და ბატონებო. დღევანდელი ღონისძიება, ჩვენი კონფერენცია არის ფანტასტიკური შესაძლებლობა იმისათვის, რომ ნათელი მოვფინოთ იმ პროგრესს, რომელიც მიღწეულია საქართველოში სისხლისამართლის მართლმსაჯულების მიმართულებით. ჩემთვის სასიხარულოა ევროკავშირის წარმომადგენლობის ნახვა, უამრავი ქვეყნის წარმომადგენლობა ესწრება ჩვენს კონფერენციას და ჩემთვის ეს სასიხარულოა, ვინაიდან ეს არის ფანტასტიკური შესაძლებლობა ერთმანეთს გაუზიაროთ ინფორმაცია და ვისაუბროთ შესაძლებლობებზე. საქართველოში უამრავი რეფორმა განხორციელდა. შემდეგ წლებში ეს ძალისხმება კვლავაც უნდა გაძლიერდეს იმისათვის, რომ საქართველოში შეიქმნას შესაბამისი სტრუქტურა, შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო. ევროპის პერსპექტივის გაძლიერებისთვის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო გახდება ჩვენი შემადგენლობის ნაწილი. და შესაბამისად ამისთვის მზადებაც მიმდინარეობს. რაც შეეხება ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, ჩვენ ვაკვირდებით თუ რა რეფორმები ხორციელდება ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში საჯარო აღსანიშნავების მიმართულებით 2004 წლიდან დაიწყო ჩვენი მისია საფუძველი ჩაეყარა ამას და წლების განმავლობაში დაახლოებით 60 მილიონი ევრო იქნა განსაზღვრული საქართველოსთვის და ასევე 25 მილიონი ევრო ეს უკვე ეხება ტექნიკურ დახმარებას სამოქალაქო საზოგადოების მიმართულებით. ეს არის ფინანსური და ტექნიკური დახმარება. და ძალიან დიდი წილი ამ დახმარებისა ზუსტად პრობაციის, საჯარო აღსრულების სისტემების განვითარებასა და გაძლიერებას ეხება. ამ ხნის განმავლობაში ამ პარტნიორობის მსვლელობისას საქართველომ არაერთხელ აჩვენა პროგრესი, არაერთხელ არჩვენა სურვილი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პროგრესი, რამდენად მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემის დახვეწა, ასევე პრობაციის სისტემის დახვეწა, რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური სერვისების არსებობა, როგორც პრობაციაში, ასევე საჯარო აღსრულების დაწესებულებებში. ეს
არის საძირკველი, ეს არის საკვანძო პრაქტიკა რესოციალიზაციის მიმართულებით, რეაბილიტაციის მიმართულებით და სასჯელის ღირსეულ პირობებში მოხდის მიმართულებით. ყველა ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ წარმომადგენლობას, ვინც საფუძველი ჩაუყარა ამ ძალისხმევას და ვინც მუშაობს იმისათვის, რომ ეს პროგრესი შენარჩუნდეს. ეს არის ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, მათ შორის ძალიან დიდი წილი აი ამ ძალისხმევისა არის ზუსტად პრობაციის საანკეტოს მიმართულებით, სხვადასხვა ორგანიზაციების წვლილიც უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა განვაგრძოთ მუშაობა მიმართულებით, არ უნდა შეჩერდეს მუხტი იმისათვის, რომ არსებული დარჩენილი გამოწვევები და დარჩენილი პრობლემები ერთად გადავლახოთ. რათა მოხდეს პატიმრობის მაჩვენებლის შემცირება საქართველოში და იყოს არასაპატიმრო სასჯელების გამოყენების უფრო მეტი პრაქტიკა. რადგან საქართველო არის მოწინავე და 5 ქვეყანაში შედის, სადაც ყველაზე მაღალია პატიმრობის მაჩვენებელი, პატიმრობისა როგორც სასჯელის. შესაბამისად, მე ვინმედოვნებ, რომ პრობაციის სისტემა კვლავაც განვითარდება, რათა მოხდეს სრულფასოვნად დანერგვა ევროკავშირის სტანდარტებისა. ევროკავშირის წარმომადგენლობა კვლავაც დახმარებას აღმოუჩენს საქართველოს საჯარო ახსოვლების სისტემის განვითარებაში. ჩვენ ერთად, ერთობლივი ძალისხმევით შევქმნით ჰარმონიზებულ სისტემას და შესაბამისად საზოგადოებასაც, ჯანსაღ და წარმატებულ საზოგადოებას. დიდი მადლობა. სიტყვა ეძლევა ციხისა და სახშეახსურლებითი დაწესებულებების ევროპული ეს იყო პირდაპირი ჩართვა კონფერენციიდან. ისრაელმა ავიადარტყმები ჯაბალიას